სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ცხოვრობდით ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი თავს ვალდებულად თვლიდა შეეწყალებინა კრიმინალები, თუ სენატორი რიში მათ მხარდასაჭერად ტვიტს დაწერდა. თანაც იმავე დღეს ჯერ მელანიც რომ არ იყო შემშრალი ამ ტვიტზე. სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ცხოვრობდით ქვეყანაში, რომელშიც უცხოეთის მიერ გამოზრდილი, ნაკვებ ნასოფი, უხვად დაფინანსებული და მსოფლიო ჰეგემონიის ძალმოსილებით აღჭურვილი NGO გენერალიტეტი ფეხებს უბაყუნებდა, თვალებს უბრიალებდა და საკუთარ, რეალურად კი სხვის ნებას ახლობდა თავს ხელისუფლებას. სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ცხოვრობდით ქვეყანაში, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში თუ ევროპარლამენტის რეზოლუცია წმინდა წერილის რანგში იყო აყვანილი, სარწმუნოებრივ დოგმატად განიხილებოდა და კრიტიკის მიღმა იდგა. სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც ფაქტობრივად ამერიკის ელჩი და მის მიერ დანიშნული კოლონიალური ელიტა მართავდა, რომელიც ამ რეზით უყურებდა თვისტომს და მეორეხარისხოვან არსებად მიაჩნდა იგი. სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და სავალალო მდგომარეობა ქართველთა უმრავლესობას ღვთილბოძებულ, ბუნებრივ და საუკუნოდ დაწესებულ მოცემულობად მიაჩნდა. დღეს ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ამ სიმახინჯისგან თავისუფლდება ბრძოლით და გარჯით და ღირსებას და თავისუფლებას იბრუნებს. და აბა ვის მოუჩლიქოთ ენა და როგორ არ ვთქვათ მთავარი სიმართლე, რომ ქართული სახელმწიფოს სხეულში ჩაბუდებული და მეტასტაზებად განტოტილი ამ სიმსივნის ამოკვეთა ერთი კაცის პატრიოტიზმმა, უნიკალურმა ალღომ და გონიერებამ, რკინის ნებამ და იგავ მიუწვდენელმა სიმამაცემ განაპირობა. და როგორ შეიძლება მადლობა არ გადაუხადოთ ამისთვის ბიძინა ივანიშვილს. წერს ლაშა ნაცრიშვილი სოციალურ ქსელში.